აბა როგორ ხართ? ესეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს Instagram-ზე ცალ-ცალკე ესეთი ვლოგები მიუძღვნა ხოლმე და აბა რას მეკითხებიან ყველაზე ხშირად მე ძალიან მიყვარს ბევრ სერიოზულ თემაზე საუბარი ცხოვრების ახლიდან დაწყებაზე და მოკლედ უამრავი თემა რომელიც მინდა ხოლმე გაუზიარო ჩემ გამომწერებს, მაგრამ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა არის როგორ დავიკელი წონაში. ხო და დღევანდელი ვლოგიც ამაზეა, ვიტყვი მოკლედ, მომატებული მქონდათ 16 კილოგრამი, 70 კილოგრამს ვიწონიდი, ეხლა ვიწონი 50 კილოგრამს და როგორ დავიკელი ეს 20 კილო. პირველი რაც მინდა თქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული სენი. მსოფლიო ტენდენცია ასეთი, რომ ლამაზად ითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც გამხდარია და სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში თავის დროზე წლების წინ ჭარბწონიანი ადამიანი არ ითვლება ლამაზად და მიუხედავად იმისა, რომ მთელმა მსოფლიო მარკეტინგმა და PR-მა იმუშავა ბოდი პოზიტივის მიღებაზე, ეს თემა ვერ შედგა. ვიქტორიას სეკრეტის ის ჩვენებები, სადაც ბოდი პოზიტივის მოდელები და პლუს საიზ მოდელები მონაწილეობდნენ, ჩავარდა და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის ადამიანები, ვისაც ჭარბი წონა ჰქონდა და აქტიურად უწევდნენ რეკლამირებას, რომ შენი თავი უნდა მიიღო ისეთად, როგორიც ხარ, პირველები გაიქცნენ და ოზემპიკის ინექცია გაიკეთეს და ახლა Instagram-ზე და Facebook-ზე გვაჩვენებენ რა კარგად გამოიყურებიან გამხდრები. ვისაც ეს გაუვლია, იმან ძალიან კარგად იცის, რამდენიც არ უნდა ჩაქჩიჩინებდეს, თქვათ, ინტერნეტი, რომ მიიღე შენი თავი ისეთად, როგორიც ხარ, მერე შეგხვდება ქუჩაში რომელიმე დეიდა, შენზე მსუქანი და გეტყვის, რომ აი მე როგორ გასუქდი, რას გევხარ და დამთავრებულია იმ დღის ხასიათი გაფუჭებულია. ეკრანი უმატებს 5-7 კილოგრამს, ამიტომ მე ჩემ წონას სულ ვაკონტროლებდი და სადღაც ესე 55 კილოგრამი ვიყავი ხოლმე ყოველთვის, როცა ეკრანზე ჩანდი. როცა რუსთავიორიდან წამოვედი, ეს ალბათ რაღაცა დეპრესიულობის მომენტი იყო. დავიწყე ჭამა უკონტროლოდ. და ვთქვი, რომ ეკრანზე არ ვარ და აი რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოვიყურები, 40 გადავაცილე უკვე და აი მოდი ვიქნები ესეთი ხორციანი ქალი და გავხდი 70 კილოგრამი და ნუ ჩემ თავს ვუთხარი, რომ მოდი მიიღე მაია შენი თავი ასეთად. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ გამოვიყურებოდი, აი ესეთი კარგი ხორციანი ქალები რო არიან, აი ეგეთ ვიძე ვიყავ. და ვცდილობდი მართლა და ვმუშაობდი ამაზე, რომ ჩემი თავი ასეთად მიმეღო. ზოგადად აკვიატება, რომ აუცილებლად უნდა გახდე ძალიან საშიში რაღაცა, იმიტომ რომ თინეიჯერებში ეს ანორექსია ბულიმიას იწვევს და ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვისაც და ფსიქიკისთვისაც. ამიტომ წონაში კლება აუცილებლად მინდა გითხრათ ეს, უნდა გაკეთდეს სწორად და სპეციალისტის დახმარებით. ჩემთვის ტრიგერი, აი ნამდვილი ტრიგერი იყო ის, რომ პროფილის ტანსაცმელი ცალკე მაქვს. ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობდი ხოლმე, რომ არ ჩამეცვა. ცალკე მაქვს, აი ესე მიდევს პროფილის ტანსაცმელი და დამჭირდა ერთ-ერთ ეთერში მივდიოდი და აი ესე ავიღე ერთ-ერთი პიჯაკი და რომ მინდა რომ ხელი გავყო, შეკრაზე აღარ არის ლაპარაკი, ხელი ვეღარ გავყავი. იმ ხელაზე მქონდა კლავი. და თავ შემოუწახე და დავიწყე ისე როგორც ალბათ ბევრი თქვენგანი ებრძვის ჭარბწონას შიმშილით. აი დღის მანძილზე რომ აი რაღაცა მინიმალურად იკვებები, მერე ძალიან წყალოფამით, სულქშია, ძალიან სუსტად გრძნობ თავს, მერე სასწორზე დგები და სასწორი გაჩვენებს, რომ არაფერიც არ დაგიკლია, მერე ბრაზდები და იწყებ ისე უკონტროლო ჭამას. და ეს რაღაცა პერიოდი გაგრძელდა და ვისაც ჭარბი წონა აქვს, მან იცის ეს რას ნიშნავს.
და რა მიშველა რა იყო მთავარი ჩემი წონის კლებაში მივედი ენდოკრინოლოგთან და თქვენ თავს ვერ იღებთ ისეთ წონაში როგორშიც ხართ პირველი რაც უნდა გააკეთოთ უნდა მიხვიდეთ პროფესიონალ ენდოკრინოლოგთან ჩააბაროთ ანალიზები და გაარკვიოთ მიზეზი რატო გაქვთ ჭარბი წონა ან რატო გაქვთ ასეთი მატა ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა რომ ეს ჰორმონალური დარღვევის ბრალი იყო ნახეთ ჭარბი წონა თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და თანამედროვე მედიცინა განვითარებულია ისე რომ არსებობს უამრავი უსაფრთხო საშუალება რომლითაც შეიძლება წონაში დაიკლო საკვები დანამატებიდან დაწყებული რომელსაც ხოთაშორის ვღებულობდი რომელიც მადას და შაქარზე მოთხოვნილებას გიმცირებს კუჭის ბოტოქსით რომელიც ასევე უსაფრთხოა ოზემპიკით და ბოლოს ბარიატრიით დასრულებული. ეხლა რომ აღარ მომწეროთ, რომ შედრა გენაღვლება გააქამის საშუალება და რატომაც არა და ბარიატრია ძალიან ძვირი ღირს და ოზემპიკიც ასევე არ არის იაფი. ჩემ ამბავს მოგიყვებით როგორ გავიკეთე ცხვირის ოპერაცია. როცა გაქვს მიზანი ამ მიზნისთვის უნდა იბრძოლო. 24 წლის ვიყავი, როცა ფული მომიგროვდა, რომ ჩემი ხარჯით გამეკეთებინა ცხვირის ოპერაცია, არ მომწონდა ჩემი თავი ასეთად. ჩვეულებრივი გრძელი ქართული ცხვირი მქონდა, გარშემო ოჯახის წევრები ასე დროს ხო გეუბნებიან, რომ მე ძალიან ეშხიანი ხარ და ძალიან ლამაზი ხარ და რაც გინდა და არ გჭირდება. მე ჩემი თავი ასეთად არ მომწონდა. ძალიან ბევრი ვიმუშავე საიმისოდ, დღესაც მახსოვს 800 ლარი ყიდდა. ეს 800 ლარი, ეს არის 2000-იანი წლების დასაწყისი, 2001 თუ 2 წელია, რომ მომეგროვებინა და სხვა ადამიანი გავხდი, თავდაჯერება მომემატა. როგორ დავიკელი 20 კილოგრამი მივიდეთ ახლა აქამდე. ენდოკრინოლოგის დახმარებით, საკვები დანამატებით, smart დიეტით და ჩვევის გამომუშავებით, რომ არ მივიღო ზედმეტი საკვები. ეხლა ჩემი რაციონი, როცა უკვე 50 კილოგრამი ვარ და მაგალითად დედაჩემს ეს შოქში აგდებს და სულ უნდა რომ წონაში მოვიმატო, მაგრამ მე ჩემი თავი ასეთად მომწონს. ჩემი რაციონი შედგება ცილოვანი პროდუქტისგან ახლა და ბევრი ბოსტნეულისგან. რატოა კარგი ბევრი ბოსტნეული? იმიტომ რომ განაყრებს მათ შორის 6 საათამდე ხილი, ანუ დიდი რაოდენობით იღებ, კუჭი ივსება, გაქვს დანაყრების შეგრძნება, აუცილებლად გჭირდება ამ დროს ცილების მიღება, ეს არის ჯანსაღი კვება და აღარ გშივდება. წელიწადნახევარია ეს წონა ვარ უკვე და რაც ყველაზე მთავარია, მე ვერ წარმომედგინა უკვე ამ ასაკში ასეთი ცხოვრება რომ აქ გავლილი, თავდაჯერებას კიდე თუ უფრო მეტად მომიმატებ და ასეთი წონა და კი, მომიმატა. ასე რომ ორი გზა გაქვთ, ან მიიღეთ თქვენი თავი ისეთად, როგორიც ხართ, მე ვეცადე და არ გამომივიდა. და მეორე აუცილებლად წადით სპეციალისტთან. თქვენ თვითონ არ დაიწყოთ თვითნებური დიეტები და შიმშილი, იმიტომ რომ უფრო მოიმატებთ წონაში. არ ვიცი რამდენად სასარგებლო იყო ეს ჩემი ვლოგი, მაგრამ ჩემი ისტორია ასეთია, მით უმეტეს ჩემს ასაკში კლება ძალიან რთულია, იმიტომ რომ მეტაბოლიზმი ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ მე გამომივიდა და გამოგივა შენც.